ვაგრძელებთ ისტორიას, სადაც თქვენ მოხვდით კუნძულზე და ამ კუნძულზე არიან მხოლოდ რაინდები და მატყუარები. კუნძულზე, სადაც მხოლოდ რაინდები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ და მატყუარები ყოველთვის ტყუიან, ცხოვრობენ, შეხვდი ერთ მცხოვრებს. შენ ზუსტად იცი, რომ მისი სახელი ან დათოა, ან ლუკა, მაგრამ არ გახსოვს რომელი. მიხვედი და ჰკითხე, რა გქვია? მან გიპასუხა, მე დათო მქვია. კითხვა, რა ქვია მას სინამდვილეში? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან თუ ის რაინდია, ის სიმართლეს ამბობს, შესაბამისად მისი სახელი ნამდვილად დათოა. თუ ის მატყუარაა, ის იტყუება, როცა ამბობს დათო მქვიაო, რადგან მისი სახელი ან დათოა, ან ლუკა. გამოდის, რომ მისი ნამდვილი სახელი ლუკაა. აქედან გამომდინარე, მოცემული პირობა არ არის საკმარისი დავადგინოთ ამ ადამიანის სახელი. თქვენ კიდევ გადაეყარეთ ორ ადამიანას, ნიკას და გიორგის. ნიკას კითხეთ თქვენგან რომელიმე მაინც არის რაინდი. ნიკამ თქვა, მხოლოდ დიახ ან არა, რის შემდეგაც თქვენ დაზუსტებით იცით ორივე მათგანის ვინაობა. უნდა თქვათ ვინ არის ნიკა და ვინ არის გიორგი. რადგან პასუხის მოსმენისთანავე ორივეს ვინაობა დაადგინეთ, ნიკას პასუხი აუცილებლად იყო არა. რაინდი ამას ვერ იტყოდა, რადგან საკუთარ თავზე არ იცრუებდა. მაშასადამე ნიკა მატყუარაა. რადგან მატყუარა ნიკა იტყუება, როცა ამბობს, რომ მათ შორის არც ერთი არ არის რაინდი, გამოდის, რომ სინამდვილეში გიორგი რაინდია. შენ ამ კუნძულიდან გადახვედი მეორე კუნძულზე, სადაც უკვე სამი ტიპის ხალხი ცხოვრობს. რაინდები, რომლებიც სულ სიმართლეს ამბობენ, მატყუარები, რომლებიც სულ ტყუიან და ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ხან სიმართლეს ამბობენ, ხან ტყუიან. კუნძულზე სამი ადამიანია: გიორგი, ნინო და დავითი. ვიცით, რომ მათგან ერთი რაინდია, სულ სიმართლეს ამბობს, ერთი მატყუარაა, სულ იტყუება და ერთი ნორმალურია, ხან იტყუება, ხან სიმართლეს ამბობს. მათი განცხადებები ასეთია: გიორგი, მე ნორმალური ვარ. ნინო, ეგ სიმართლეა, ადასტურებს გიორგის ნათქვამს. დავითი, მე ნორმალური არ ვარ. თქვენი აზრით რომელია? დავითმა თქვა, მე ნორმალური არ ვარ. ამ ფრაზას რაინდი იტყოდა. რადგან დავითი რაინდია, გიორგის ნათქვამი, მე ნორმალური ვარ, ტყუილი გამოდის. ვინ იტყუება ყოველთვის? ვინც მატყუარაა. გამოდის, რომ გიორგი მატყუარაა. ნინომ დაადასტურა გიორგის ტყუილი ფრაზით, ეგ სიმართლეა. რადგან რაინდი და მატყუარა უკვე ვიპოვეთ, ნინო რჩება ნორმალური ადამიანი, რომელმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყუილი თქვა. თქვენ ისევ ამ კუნძულზე ხართ, სადაც სამი ტიპის ხალხია: რაინდები, ნორმალურები და მატყუარები. აქ სამი მკაცრად დადგენილი რანგი არსებობს. უმაღლესი რანგი არის რაინდების, საშუალო რანგი არის ნორმალურების და დაბალი რანგი არის მატყუარების. ერთ დღეს კუნძულის ორმა მკვიდრმა, გიორგიმ და ვაჟამ, ერთმანეთის რანგებზე დაიწყეს კამათი. მათ მხოლოდ ორი ფრაზა თქვეს. გიორგი თქვა, მე ვაჟაზე დაბალი რანგის ვარ. ვაჟა კი თქვა, ეგ სიმართლე არ არის. თქვენ შეძლებთ გამოიცნოთ, რა რანგს მიეკუთვნებიან გიორგი და ვაჟა? გიორგი ვერ იქნება რაინდი. რაინდი უმაღლესი რანგია. ის სიმართლეს ამბობს, ამიტომ ვერ იტყოდა, რომ ვინმეზე დაბალი რანგისაა. გიორგი ვერ იქნება მატყუარა. თუ გიორგი მატყუარაა, მისი სიტყვები ვაჟაზე დაბალი ვარ, ტყუილი უნდა იყოს. ეს ტყუილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ვაჟაც მატყუარაა. მაგრამ თუ ვაჟა მატყუარაა, მისი სიტყვები ეგ სიმართლე არ არის, ტყუილი გამოდის, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ გიორგიმ სიმართლე თქვა. მატყუარა კი სიმართლეს ვერ იტყვის. საბოლოო დასკვნა. ვინაიდან რაინდისა და მატყუარას ვარიანტები გამოირიცხა, რჩება ერთადერთი გზა. ორივე პერსონაჟი ნორმალურია.
თქვენ ისევ ამ კუნძულზე იმყოფებით, სადაც რაინდები, ნორმალურები და მატყუარები ცხოვრობენ. ამ კუნძულზე ქორწინებაც მკაცრად რეგულირდება. რაინდი ვალდებულია დაქორწინდეს მხოლოდ მატყუარაზე. მატყუარა ქორწინდება მხოლოდ რაინდზე. ნორმალური კი მხოლოდ ნორმალურზე ქორწინდება. თქვენ შეხვდით დაქორწინებულ წყვილს, ანას და ბექას. ისინი შემდეგ განცხადებებს აკეთებენ. ანამ თქვა: ჩემი ქმარი მატყუარაა, ბექამ კი ჩემი ცოლი რაინდია. თქვენი აზრით, ვინ არიან ანა და ბექა სინამდვილეში? დაუშვათ ანა რაინდია. მაშინ მისი ქმარი ბექა მართლაც მატყუარა უნდა იყოს, წესის თანახმად. თუ ბექა მატყუარაა, მისი ნათქვამი, ჩემი ცოლი რაინდია, სიმართლე გამოდის, მატყუარა კი სიმართლეს ვერ იტყვის. ესე იგი, ანა რაინდი არ არის. დაუშვათ ანა მატყუარაა. მაშინ მისი ქმარი ბექა რაინდი უნდა იყოს. თუ ანა მატყუარაა, მისი ფრაზა, ჩემი ქმარი მატყუარაა, ტყუილია, რაც ლოგიკურია. მაგრამ ბექა, როგორც რაინდი, ვალდებულია სიმართლე თქვას. ბექა კი ამბობს, რომ მისი ცოლი რაინდია, რაც ტყუილია. რაინდი ვერ იცრუებს, ესე იგი ანა არც მატყუარაა. ერთადერთი ვარიანტი, ანა ნორმალურია. კანონის თანახმად, ნორმალური მხოლოდ ნორმალურზე ქორწინდება.